როგორც წესი, ხალხი ღმერთს მამას უწოდებს. თქვენ კი ასე ილოცეთ, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა. მაგრამ ნიშნავს თუ არა იესოს ეს სწავლება, რომ არსებობს მხოლოდ ღმერთი მამა. სიტყვა სიტყვით მამა ნიშნავს კაცს, რომელსაც ჰყავს შვილი. შვილის გარეშე ვერცერთ ადამიანს ვერ უწოდებენ მამას. მაშინ რას ნიშნავს, რომ ღმერთს მამას ეწოდება? ეს ნიშნავს, რომ ღმერთს შვილები ჰყავს. და მე მიგიღებთ თქვენ. ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი, ამბობს უფალი ყოვლის მპყრობელი. ჩვენ ღვთის ძეები და ქალიშვილები ვართ, ღვთის შვილები. მაშინ შეუძლია თუ არა მხოლოდ მამას შვილის დაბადება? თუ შვილები არიან, მათი დედაც უნდა იყოს ისევე როგორც მამა. მამის ტიტული მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდეს, როცა დედა არსებობს. მაშინ ვის არსებობას უჩვენებს ღმერთის, მამის ტიტული? ღმერთი დედა. სწორედ ამიტომ ბიბლია მოწმობს ჩვენი ზეციერი დედის არსებობის შესახებ. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია, ის ყველა ჩვენგანის დედაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს არა მხოლოდ ღმერთი მამა, არამედ ღმერთი დედა ზეცაში. ამიტომ, როგორც ბიბლია გვასწავლის, ჩვენ უნდა გვწამდეს არა მხოლოდ ღმერთი მამა, არამედ ღმერთი დედა.